ესენი რა დღეში არიან ნახეთ. TikTok-ებს იღებენ. და აქეთ დედაშვილი ჩვენ. ხელი დაუქმი. რა ლამაზი ხარ. ნახეთ რა დღეში არიან ქალები. გაშალეს უცებს სანამ ზღვაზე გავალთ. ხილი, ყავა, ტკბილეული მივირთვათ. ის იქიდან ნახეთ. იმას თავი აქ იქიდან მოყოფილი. მოდი, სკო, მარტო მე ვარ. მოდი, სკო. ვიდეო გადავიღო? მოვედით ზღვაზე. საბანაოდ გასაგრილებლად. ცოტა რაღაცა დღეს შედარებით დიდი ტალღებია, მაგრამ აქ ისეთი ის არის წყალი, რომ ანუ ძალიან შორს თუ არ გახვედი, არა უცებ არ ღრმავდება რა. კაი, ხანი პატარაა წყალი. რას ჩავხტები ახლა? ანის, არ ექნება ანის ინტერნეტი. რას გაიქცა, რო გაიქცა, სად არის ახლა? აქეთ არის, იქეთ არის. აქ არის ქვიშა. იქეთ არის ქვები. და ქვიშაზე ჯობია. სად არის? საგარსიღებს. აი გაწოლილა გაშხლა რთულა. გამოვედით აქეთ. დავათვალიეროთ უნდა მთელი სანაპირო. %-ზე მაქვს ტელეფონი, მაგრამ ეს კიბეები ვითროა. გაჭრილი აქვთ ხელოვნურად, რანაირად ჭრიან ამ ქვებს. ნახეთ. კიბეების ფორმა აქვს ისა გაკეთებული. ამოვედით. მე ხვეწებიან ვიდეოები გადაიღეო და ამათმა ის კი არიციან რომ გამხელად რო ჭირდება ამ ვიდეოების დამონტაჟებას და ატვირთვას. ეს აქეთ სანაპიროზე ვარ, იქეთ მეორე სანაპიროა, მესამე სანაპიროა, რავი. ნახეთ. იქეთ ნახეთ.
ეს ის არის რა ქვია რაღაცა რესტორანია მე მგონი სასტუმროც არის აი ეს მოღობილი როა რა არის ვერ გავიგე ალბათ რამე უნდა ჩაედგათ აქ რესტორანი ან სასტუმრო და მიატოვეს ესა მშენებლობა იქაც სანაპიროა ხალხი როა იქამდე ჩავიდეთ სადამდე აი იქამდე რაღაცა თეთრი მაგამდე ასე ვერ დაარტყავ კრუგს ჩავიდეთ ხო იქ რაღაცა კეთდება უეჭველი სანაპირო ან სასტუმრო და რესტორანი იქნება რა ტორიკანა არა ჭორიკანა კიდე ძალიან მაგარი არა არის რეალებს მაგარი სახლები კიდგას თავისი აუზებით და თავისი ყველაფრით ძალიან ისეთია რა ჩვეულებრივი აი როგორ გითხრათ ძალიან ბუნებრივი სანაპიროა ეხლა ძალიან კეთილმოწყობილი არა როგორც ბათუმში სადაა ეხლა ესეთი სანაპირო მაგრამ იტალიას ძალიან ბევრი სანაპირო აქვს ჩვენ ერთ-ერთში ვართ ოსტუნსაც დაგათვალიერებიებთ ცოტა მოგვიანებით აი ბილიკი ესეთი ბილიკები მოიცადე ერთ წამი ვიდეო გადამიღე აქაც ძალიან ჭუჭყი მოუტანია 2 დღის წინ ადიდებული იყო მდინარე და ესე ჭუჭყი მოაქდა მერე იწმინდება აუ რა კარგი ის არის რა ქვია ბილიკები გაკეთებული და ეს ხის ისენი ხობეები ცოტა ესე ვქნათ გავადიდოთ ცოტა მოვიარე 2 დღეში მთელი სანაპირო მოვიარეთ მაგრამ დედიკო 1 დღითაა გამოსული სამსახურიდან და მერე როდის ხამოვა აწი შემდეგ კვირაში დასვენება რო ექნება იქეთ უნდა წავიდეთ ოსტულში და მოვიაროთ მთელი ზღვა დღეს არ გვეზარება ეს ადგილებში სიარული არ მეზარება ეხა მე და არც მღლის ლამაზ ადგილებში სიარული გითხარი სანაპირო სასტუმროსთან რაღაცა ეგეთს ეკუთვნის აი იქედან რომ მოჩანდა პლაჟი სანაპირო რომ მოჩანდა ღობე ყოფილა რეალურად არა ნახეთ დასრულებული იმიტომ სამშენებლო მასალაა ეგ ჰა ხო არა დასრულებული აი ესეთ ლამაზ ღობეს როგორ აკეთებენ ქვებისგან ნახეთ ცემენტიც არა აქვს რანაირად აწყობენ პროსტა ესე ლამაზად ცემენტი ქონია შუაში აბა რა გააკავებს სამხელა ღობეს მოჭრილია ნახეთ ჯერ დაწყობილია ჩვეულებრივად ქვები და მერე მოჭრილია და რა ლამაზი ის არის ღობე გაკეთებული გადავირი ტელეფონი სანამ დამიჯდება დაგათვალიერებიებთ ყველაფერს და რო დამიჯდება მერე ვატარებ ხელით ჩავედით ბათუმში
Since we are in the new year, I without train. და იქიდან წამოვედით. ამის იქეთ ვიყავით. სადღაც იქ. სალამაზად აქვთ ხოლმე გაკეთებული გადავირიე. აი, გვინდოდა ჩვენ მისვლა. დედაჩემს ვეუბნებოდი წერან ძალიან ბუნებრივი სანაპიროა რა. ანუ არ არის როგორც ბათუმშია ახლა მოწყობილი, ცალკე ველობილი კი, ცალკე ისენი, აქ არ არის ეგრე მოწყობილი. ნუ ეგეთი სანაპიროებიც ექნება იტალიას ახლა როგორიც ბათუმია ეგეთი. მაგრამ ჩვენ სადაც ვართ, მანდ ესეთი სანაპიროა. აქეთ ძალიან ცოტა ხალხი რატოა ყველგან მიყვირს. ანუ ნახეთ, რამდენი სახლებია, რამდენი სასტუმროები და რესტორნები იქნება ვინ იცის. და ამ სანაპიროზე ძალიან ცოტა ხალხია ნახეთ. 3-4 კაცია სულ. მეტს ვეღარ წავალთ ასე. ჩემს ავით არ ეზარება ისეთ ადგილებში სიარული და დამყვება კი არა მე დავყვები. აი იტალიის ფერებში, იტალიის დროშის ფერებში როა საროშკა ტანსაცმელი გაფენილი თეთრი, მწვანე წითელი. დროშა ფრიალებს თქო ვიფიქრე უცებდა. ის ყოფილა თურმე. ტელეფონი არის 5%-ზე. კაი გავთიშავ ახლა თუ რამე საინტერესო იქნა. გადავიღებთ. რას მიაგენი? რას მიაგენი? ლამაზი. მაგას ნიჟარები უნდა და ნიჟარები ერთი. კაი ნიჟარების ადგილს ვერ მივაგენით. მაგას ნამუშევარი მოიტანა დღეს დედიკომ. ვაიმე ისეთი ლამაზია. საღამოს ზღვაზე უნდა გამოვატანიო და ლამაზი ვიდეო გადავუყო. ანუ ის არის რა ქვია, გემი გააკეთა სუ ნიჟარებით და სუ ბამბუკებით და ეგეთი რაღაცეებით ყველაფერი. დიდი გემი დიდი ნავი გააკეთა, სახლი ჩადგა შიგნით, სახლში ავეჯიკიბეები, განათება, ყველაფერი გაუკეთა საერთოდ. აი საღამოს დაგათვალიერებიებთ მაგასაც. ძალიან ხელოვანია როგორი იცით? სასწაულო რაღაცებს აკეთებს. ვაიმე ეს იყო იმაში გაუკეთა მაკარონში. პატარები იყო ოღონდ. ხო, აი პატარები. იცი რა არის? ძალიან განსხვავებულ გემოს აძლევდა, უხდებოდა, მაგრამ მაგის ყოველი უნდა გაჩვენო სულ. ბევრი ქონდა და ბევრი ძალიან რაღაცნაირი ისეთი გემო აქვს რა. მაკამ გაგვიკეთა იტალიური ისა მაკარონი რა, გრძელი მაკარონი ჩვენ ენაზე. აი ესეთი რაღაცეები ქონდა. ოღონდ ისა მწვანე მცენარე ქონდა, მრგვალები, უფრო პატარა ზომისები. და ესა რა ქვია? რა არის თქო რომ უკითხე? ესა მაგას უშვებიანო საჭმელებშიო, არ მოგწონსო და ძალიან ისეთი გემო მიცა, განსხვავებული რაღაცა გემრიელი, მაგრამ ბევრი ქონდა და ბევრი არ უხდებოდა რა. როგორ ან თან მომეწონა, თან არა ეგეთი გემო ქონდა და აგერ დედაჩემმა მანახა რომელიც სცენარიც ყოფილა. ეგრე შორსა? ის იქ არის, ეგ სასტუმროა თუ რესტორანია რაც არის. წავიდე და რო დაბრუნდებით ნიჟარების საბადო ვიპოვეთ. აი ესეთ ნიჟარებს ეძებდა, მრგვალ ნიჟარებს, წვეტიანებს. ისეთ სასწაულ დეკორაციებს აკეთებს ნიჟარებისთვის და დღეს ამხელა ნიჟარებს ხიკავდა დღეს და აგერ რამდენს მოვაგენით. რამე რო წამოგვეღო, ეხლა რამდენს მოვხიკავდით. ეს რა არის? შტატივის ფეხი.
სასწაულ დეკორაციებს აკეთებს მაკა ამ ნიჟარებით. ვაიმე, ეს რა არის გოგო? რა საუცხო ის არის რაღაცა. ნიჟარა კი არა, კიბორჩხალის ფეხს გავს. ეს შუშა არის ბოთლის. აი, თუ რამე საღამოს წამოვალთ ამ ადგილას და დავხიკავთ ნიჟარებს, ძალიან ბევრია. და აი ეს ვერ გავიგე კიდე რა არის, ესეთი ძალიან მეშინია. ესეთი მრგვალი რაღაცა. ძალიან მეშინი. რამხელა ნიჟარებია. ვაიმე, მაკა ეხლა აქ ამ ყოფა ვერ გატყავებდი ამ ადგილს, იმდენ ნიჟარებს წაიღებდა. მოვაგენით საბადოს. აი ესენი რა არის ვერ გავიგე. სულ ესეთებია მრგვალია ბურთივით და ესეთია რა. აქეთ რა ვიცი, სპორტივით რაღაცა, ხა იქ არავინ არ მიგიშვებს. იმიტომ რომ ის დგას შუქურის მაგვარი რაღაცა. აქ უკვე წყალიც ღრმა იქნება. სად არის თითი ვერ მივაგენი. აი აქ წყალიც ღრმა იქნება ესეთი. ისენი. აქ კაი ფოტოებიც გამოვანახეთ, სასტუმროები რა ლამაზად მოჩანს. აქ კაი ფოტოები. მილანოვა სპორტი. აი ფოტოები გამოვა აქ. აი ეს ქვები ნახეთ. ბუნებრივად შექმნილი ის როა წარმოიდგინეთ, ოდესღაც რამხელა იყო ეს ქვა და აი წყალმა მარილმა შეჭამა და სულ ესე არის. სულ ესეთი ფორმები აქვს მიცემული. ანუ ეს ბუნების შექმნილი საოცრება არ არის. მთელი სანაპიროზე ესეთი ნაპირებია. წყლისგან შეჭმული ქვები და ულამაზესი. აი თუნდაც ეს ხე. ამ ხეს ნახეთ როგორი ფორმა აქვს. ესეც წყლის მოტანილი ულამაზესია. აი ახლა ეს რო სახში დადო წარმოიდგინე და აი აქ ქოთნები რო დაამაგრო. აი აქ ქოთნებით ყვავილები. აი ამეებში. წარმოიდგინე. ამებში ყველგან ქოთნებით ყვავილები რო დაამაგრო. ულამაზესი საყვავილე იქნება ეზოში. აი ესენი სულ ყველა წყლის შექმნილი საოცრებაა. ამხელა ძალა აქვს ბუნებას. აი ეს შავი ქვები რაც არის სანაპიროზე, შორიდან რო გახედავთ, გეგონება ტალახიაო და ხალხის ის არისო, ფეხით სიარულისგან ხალხის ალესილიაო, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის წყლის შექმნილი საოცრება. ბუნების შექმნილი.